ბიჭები, როგორ ფიქრობთ? თქვენი აზრით რა არის სიყვარული? სიყვარული ჩემი აზრით რაღაც ისეთი რამაა, რომ ჩემი აზრით ენით აუხსნელები. რის შედეგადაც ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, ერთმანეთს უმეგობრდებიან. რა ვიცი, სიყვარული უსიყვარულოდ არაფერი არ არსებობს. რა სიყვარული ნასწრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. რა ვიცი, სიყვარული თუ შეიძლება რაღაცას მიღწევა, რაღაცას რომ მიაღწიო, სიყვარულის გარეშე მე მგონი არაფერი არ იქნება. მე ვიტყოდი რომ სიყვარული ძალიან გარეგრძნობა მომრავლების ახლობს ადამიანებს ერთმანეთში და მართლა რომ ვიტყვენ სულ ის ადამიანებსაც სიყვარული არ გააჩნდა. სიყვარული ესეთი გრძნობა არის, რომლის გარეშეც არ შეუძლია ადამიანს არ აქვს ნერვი რომ ისეც მიაღწიოს ცხოვრებაში რომ გამოჩნდეს. ამ გრძნობის გარეშე მე მგონი ადამიანი ვერ შეძლება ცხოვრება. სიყვარული რო არ იყოს, არ ჩვენ ვიქნებოდი და დღეს არ შევიკრიბებოდით აქ. სულ ეს არის. აი როგორ ფიქრობთ, რა ფერისაა სიყვარული? მე მგონი ცისფერი. რატო? რა ვიცი, რომანტიკული ფერია. ჯერ უნდა გამოვცადოთ სიყვარული და მერე გავიგებთ რა ფერისაა. რა ვიცი, როგორ გითხრათ. სიყვარულს გააჩნია ახლა შეიძლება ჩემი აზრით თეთრი. რა ვიცი, მე მიყვარს თეთრი ფერი და ამიტომ. აი, იყო ადამიანების ცხოვრებაში ისეთი პერიოდები, როდესაც თქვათ უფრო ძალიან უყვარდათ, ან უფრო ნაკლებად უყვარდათ. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როდის უფრო უყვარდათ? მე საუკუნეები მაქვს მხედველობაში. ჩვენ დროს თქვათ, შოთა რუსთაველის დროს, ადამ და ევას დროს თუ როდის? ახლა ამ კითხვაზე რა ვიცი, ცოტა რაღაცნაირად მიჭირს პასუხის გაცემა. მე მგონი რომ უფრო ძველ დროს უფრო იყო სიყვარული, იყო სამშობლოს სიყვარული, ადამიანები ერთმანეთთან უფრო ახლოს იყვნენ, უფრო სიყვარულის გრძნობით იყვნენ. ერთმანეთსადმი აღძრული ჰქონდათ სიყვარულის გრძნობა. რა ვიცი, უფრო წარსულს ჩაბარდა ეს და რა ვიცი. სიყვარული მაშინ უფრო იყო სიყვარული ვიდრე ახლა. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ უფრო ნაკლებად გიყვარებათ ვიდრე ვთქვათ შოთა რუსთაველს უყვარდა? შეიძლება ეგრეც იყოს. შეიძლება ეგრეც იყოს და შეიძლება რა ვიცი. მე მგონი შოთა რუსთაველის მაგ ეპოქაში უფრო ძლიერი იყო სიყვარული ვიდრე ახლა. რატო ვეფხისტყაოსანი რო დაიწერა იმიტომ? თუნდაც ამიტომ. არის მე მგონია რომ მე-16-მე-17 საუკუნეში უფრო დიდი სიყვარული იყო საქართველოში. საქართველოსი არა, აი პირადული. გოგოსი და ბიჭი თქვა. გოგოსი და ბიჭი. კი, მე მაშინ შოთა რუსთაველის დროს უფრო დიდი სიყვარული იყო. ეხლაც კი, მაგრამ მაშინ უფრო სხვანაირი სიყვარული იყო ვიდრე ახლა. აქვს თუ არა სიყვარულს საზღვრები? სიყვარულს ჩემი აზრით არ აქვს საზღვრები. იმიტომ რომ თუ ვიღაცა გიყვარს თან იმასაც რომ უყვარხარ, სულ სხვანაირად შეიძლება წავიდეს, რა ვიცი. ჩემი აზრით არ აქვს საზღვრები. მე მგონი საზღვარი ყველაფერს აქვს და სიყვარულსაც უნდა ქონდეს სადღაც დასასრულში საზღვარი. არ შეიძლება უსაზღვრო რამე იყოს. მე მგონი არ. ეს ეგრე მგონია რომ სიყვარულს აქვს საზღვარი. აი თუ ფიქრობთ რომ თქვათ ქართველების სიყვარული უფრო სხვანაირია ვიდრე თქვათ აი სხვა ერების სიყვარული. როგორ ფიქრობთ? კი, ქართველების სხვა სიყვარულია. რითი განსხვავდება? რა ვიცი, ძალიან ბევრი რამის. ნუ მაგალითად როგორც საზღვარგარეთთან შედარებით უფრო შებოჭილი. კი, შედარებით შებოჭილის არის და მაინც ჩვენ უფრო წმინდა და სპექტაკლის სიყვარული გვაქვს ვიდრე იმას. მეც ასე ვიტყოდი. ქართველებს უფრო სხვანაირი სიყვარული გაგვაჩნია ვიდრე სხვა ერების ხალხს, იმიტომ ქართველები ოდითგანვე ძალიან თბილი ხალხი ვიყავით და ყველასგან გამოვირჩეოდით რაღაცით მაინც. ერთმანეთსადმი სიყვარულით და მეგობრობით და მამულისადმი სიყვარულით. ყველაფერს გამოვირჩეოდით. აი ამბობენ რომ პირველი სიყვარულიო ყველაზე ძლიერიაო. გალაქტიონი უკანასკნელს უფრო ანიჭებდა უპირატესობას. თქვენი აზრით? მე არ გამომიცდი არც პირველი და არც უკანასკნელი და ვერ გეტყვი. მე უფრო პირველს ვანიჭებ უპირატესობას. პირველ ჩემი აზრით პირველი სიყვარული უფრო ძლიერია. რა ვიცი. ასე მგონია მე.
აი ახალგაზრდები ხართ და ესეთი ასაკია თქვენი, რომ ალბათ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მაინც მეტნაკლებად ყველა შეყვარებულია. აი ყველაზე ლამაზი სიტყვებით როგორ ავხსნით სიყვარულს გოგოს? რა ვიცი, ან თუ აგიხსნიათ როგორ? მოიგონეთ. ნავათარავის მე რა გახსნა. არა, შეყვარებული კი მყოლია, მაგრამ სიყვარული არ ამხსენია. როგორ აი არ წერილი მიგიწერიათ, ან ვინმესთვის დაგიბარებიათ რაღაცა. აბა როგორ გაიგო რომ გიყვარდა? თუ ყველაფერში თვალები იყო დამნაშავე. რა ვიცი. უფრო გაიგო, ჩემით გაიგო რომ მიყვარდა და იგი უთხარი. არა, მე არ მithქვია, პირადად არ მithქვია. როგორ? რა ვიცი, გაიგო. აი იმაში რომ მე დაბიკო და ილარიონში წერილს რომ ისწერი. მე მგონი ამ სიტყვები თუ დააუგს. აი თუ არის ისეთი სიყვარული, თქვენი აზრით, რომელმაც შეიძლება ადამიანებს ხელი შეუშალოს ნორმალურ ცხოვრებაში. აი თქვა თავისი მისწრაფებები, თავისი აზრები, სუდი გაგებით, აი კარგი გაგებით არა, როცა გიყვარს მაინც ყველაფერს თმობ, მაგრამ აი თუ არის ესეთი სიყვარული, რომ ხელი შეუშალოს ნორმალურ ცხოვრებაში. არ მგონი. არ არსებობს ალბათ. ასე რომ არ არსებობს, რომ შენ სიყვარული საერთოდ ხელზე რამეში შეგიშალოს. მეც მაგაზრის სიყვარული, რა ვიცი. სიყვარული შეციანია, რომ ხეს არავის არაფერში არ უნდა უშურდეს. რა ვიცი. ასე მგონი. თუ რამეს გაიხსენებთ, აი ლამაზ ლექს, თუნდაც ერთ სტროფიანს, ან თუნდაც ორ ხაზს სიყვარულზე. სიყვარული არ მომაღლევს, თეჟანი ამას ღერე. სიყვარული ძარს ფესის კამერა და სიყვარული და ხდება სასიხარული. აი როგორ ფიქრობთ, როცა უყვართ, ორმხრივი სიყვარულია, გოგოს უფრო უყვარს თუ ბიჭს? არა, ეგოისტურად არა. ვიცი უფრო ეს მაგაზე ისო. ვიცი თუ უყვარს.